მე ამბოხე, რომელმაც ფილოსოფია შეცვალა. იოჰან კრუიფი. წლების განმავლობაში ბარსელონა თავს მსხვერპლად გრძნობდა, თუმცა 1973 წელს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს მენტალიტეტი შეცვალა. ნიდერლანდელი ჯადოქარი იოჰან კრუიფი. კრუიფი იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მას რეალ მადრიდიც იწვევდა, თუმცა მან გააკეთა არჩევანი, რომლის შემდეგაც ის ბარსელონას მარადიული გმირი გახდა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არასოდეს ითამაშებდა ისეთ კლუბში, რომელიც ასოცირდებოდა ფრანკოს დიქტატურასთან. 1974 წელს კრუიფის ლიდერობით ბარსელონა ჩავიდა მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე და 5-0 დაამარცხა. ეს არ იყო უბრალოდ მოგება, ეს იყო რევოლუცია. ეს იყო შურისძიება ყველა იმ წაგებული წლისთვის. ქუჩაში ხალხი ზეიმობდა ისე თითქოს მათ ომი მოიგეს. კრუიფმა ბარსელონას მიცა არა მხოლოდ ტიტულები, არამედ იდენტობა. მან ჩაუყარა საფუძველი ისეთ საფეხბურთო ფილოსოფიას, რომელმაც მოგვიანებით შვა პეპ გვარდიოლას ტიკი-ტაკა. კრუიფმა ბარსელონას ასწავლა, რომ რეალ მადრიდის დამარცხება შესაძლებელი არა მხოლოდ ძალით, არამედ სილამაზით და ინტელექტით.